ჩემი ერთ-ერთი გამომწერის თხოვნით გავიმეორე ეს კონკრეტული მაკიაჟი და თქვენს თუ გაინტერესებთ, მაშინ გამომყევით. მოგესალმებით გოგოებო, შემომივიდა კომენტარები, სადაც აინტერესებდათ ჩემი ეს კონკრეტული მაკიაჟი და მოდით ერთად გავიკეთოთ. ჩემი თხოვნა იქნება, რომ სახე დაიტენიანოთ ძალიან კარგად. პირველ რიგში მე გამოვიყენე ტონერი, გამოვიყენე მიშას შრატი და ეხლა ვაპირებ, რომ წავისვა აი ეს კონკრეტული დამატენიანებელი კრემი, რომელიც ჩემს სახეს ძალიან უხდება. პრაიმერად დღეს გამოვიყენებ ნუკის ჯადოსნური ბაზა, ესე ქვია, რომელიც ტონალურამდე გამოიყენება. ეს არის პრაიმერი. სანამ ესეთ სარკისებურ ეფექტს არ მიიღებთ სახეზე, არასოდეს არ დაიტანოთ ტონალური. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მიიღებთ სასურველ შედეგს. დღეს კონსილერად გამოვიყენებ Wet n Wild-ის ამ კონკრეტულ კონსილერს. კარგად. გადავინაწილოთ. დღეს თვალის ჩრდილად ვაპირებ, რომ გამოვიყენო აი ეს ბრონზერი, რომელსაც დავიტანთ ესე და ფუნჯით გადავანაწილებთ. ესეც ჩვენი გადანაწილებული ბრონზერი. დროა რომ გადავიდეთ დაფიქსირებაზე და დღეს ვიყენებ Wet n Wild-ის აი ესეთ მხვიერ პუდრას და კარგად უნდა დავპუდროთ ჩვენი თვალები. ავიღოთ აი ესეთი სამკუთხედი, ხელის გული, აი ესე კარგად დავიმუშაოთ და სანამ მხვიერ პუდრს დავიდებდეთ თვალზე, მანამდე კარგად ისევ სპონჟით მოძრავი ქუთუთო, აი ესე კარგად დავაფიქსიროთ ისევ ჩვენი სპონჟით და ამის შემდეგ გადავიდეთ თვალის მხვიერი პუდრით დაფიქსირებაზე. დავაფიქსიროთ პუდრით. ამით არ სრულდება ჩვენი მაკიაჟი. მშრალი პროდუქტებიც უნდა გამოვიყენოთ. თვალი უკვე დავიფიქსირეთ, ეხლა კი დროა გადავიდეთ მშრალ პროდუქტებზე და ჩვენი პირველი ფერი იქნება ეს კონკრეტული, რომელსაც დავიტანთ უძრავ ქუთუთოზე და მეორე ფერი იქნება შედარებით მუქი ფერი, რომელსაც დავიტანთ მოძრავ ქუთუთოზე, ანუ კონკრეტულად აი აქ. მოდით ეხლა გადავიდეთ ლაინერზე და მე დღეს გამოვიყენებ Beauty Recipe-ის აი ამ კონკრეტულ gel liners და ერთად დავიტანოთ შევეცდები. კამერასთან გავიკეთო და გაჩვენოთ როგორ ვიკეთებ liners. კამერაში ცოტა მიჭირს ხოლმე გაკეთება, მაგრამ ვცდი. ეკრანს მოვაახლოვებ. ავიღოთ gel liner-ი, გადმოვიტანოთ ხელზე. აი ესე. ლაინერისთვის მე ვიყენებ აი ესეთ ფუნჯს, რომელიც მიმარტივებს ლაინერის გაკეთებას. რადგან კამერის წინ გაკეთება მიჭირს, წინ მიდეს სარკე და ჩემი სარკე დამეხმარება, რომ სწორად გავიკეთო ლაინერი და ლაინერის გაკეთების დროს არასდროს თავი ესე არ დახაროთ, ყოველთვის იყურეთ პირდაპირ სარკის წინ და სწორად გაავლეთ ხოლმე ლაინერის ხაზი. შევეცდები გაჩვენოთ კუთხიდან ვავლებთ სწორ ხაზს. არ გვჭირდება ძალიან გრძელი დაახლოებით აი ესეთი მონახაზი გავაკეთოთ და ნელ-ნელა შევავსოთ. არავითარ შემთხვევაში არ შეხვიდეთ შუამდე, როგორც კი გუგა დაიწყება, იქამდე შეჩერდით, თორემ თვალი აუცილებლად დაგიბრკვალდებათ. ამიტომ არ შეხვიდეთ. აი ესე დაახლოებით ამასაც კარგად გავასწორებთ. აი ესე. ეხლა ეს შევავსოთ და ეგ არის. ეხლა ძალიან წვრილად უნდა გადავიდეთ თვალის კუთხემდე და ფრთხილად გააკეთეთ, რაც შეიძლება. დაახლოებით ესე. აი ესეთი ფუნჯი ძალიან კარგია გოგოებო, ასე რომ შეგიძლიათ ტემუდანაც გამოიწეროთ ძალიან მარტივად. ესე ლამაზად. შევივსოთ, სიცარიელე რომ არ დაგვრჩეს თვალის ზემოთ, ქვეშ,
ავწიოთ თვალი და აი ესე შევავსოთ ხოლმე ნელ-ნელა. ესეც უკვე ჩვენი დასრულებული ლაინერი. ეხლა უკვე უნდა გადავიდეთ ქვედა ქუთუთოს დამუშავებაზე და უნდა დავიტანოთ კონსილერი, დავასრულოთ თვალი ბოლომდე და შემდეგ უკვე გადავდივართ ტონალურზე. დღეს გამოვიყენებ კატრისის 040 ნომერ ტონალურს და ასევე 010-ს, იმიტომ რომ ძალიან მუქი ფერია ჩემი სახის კანისთვის, ამიტომ გვიწევს რომ ერთმანეთში შევურიოთ. ეხლა ავიღოთ ესეთი სპონჟი არის ამ შემთხვევაში მშრალი, მაგრამ მე დავასველებ კატრისის Shake Fix Glow ეფექტით, დასაფიქსირებელია და შემდეგ უკვე დავიტანოთ ტონალურს და გადავინაწილოთ კარგად სახეს. ეხლა გამოვიყენებ Maybelline-ის I Am Concealers, მეორე ფერის concealers და დავიტან თვალის ქვეშ. დავანაწილოთ ისევ ჩვენი პატარა სპონჟით. უკვე დროა რომ ავიღოთ ჩვენი ბრონზერი და გავაკეთოთ კონტურინგი ჩვენს სახეზე. და ეხლა უნდა ჩავბლენდოთ კარგად გემრიელად. სანამ მაკიაჟის კეთებას დავიწყებდი და ვისწავლიდი კარგად, ანუ კი მიყვარდა ხოლმე და ყოველთვის ვიკეთებდი, მაგრამ სწორად არ ვიკეთებდი, სანამ კურსები არ გავიარე, მანამდე ვერ ვისწავლე კარგად. და ვერ ვიხდედი ხოლმე რაღაცნაირად არ მომწონდა ხოლმე ეს ბრონზერები და ბლაშები ჩემს სახეზე. და თურმე რისი ბრალი ყოფილა, რომ ქვემოთ ვშლიდი ხოლმე და საშინლად გამოვიყურებოდი ყოველთვის. ესეც ჩვენი ჩაბლენდილი, ჯერ კარგად არ ჩამებლენდია. დასასრულებელი მაქვს როგორც ხედავთ, ცხვირის კონტურინგი და ასევე ეხლა უკვე უნდა დავიტანო ბლაში. დღეს ვიყენებ აი ესეთ ბლაშს. და კარგად ჩავბლენდოთ. კონსილერის სპონჟი ავიღოთ და გადავატაროთ ისევ ჩვენს თვალის ქვეშ, რომ აი ეს ზედმეტი პროდუქტი, რაც არის ბლაშის და ბრონზერის, რომ აიღოს და ლამაზი გრადაცია მოგვცეს. სახე უკვე კარგად ჩავბლენდეთ, ეხლა უკვე დროა რომ დავიკრათ წამწამები, იმიტომ რომ ჩვენი ტუში უკვე გაშრა და დავიწყოთ. დღეს მე ვიყენებ კატრისის აი ესეთ თვალის წამწამებს, რომელიც ძალიან მომწონს და ნახეთ შედეგი ერთად დავიკრავთ და დაგიბრუნდებით. ერთი წამწამი უკვე დავიკარით და განსხვავება ნახეთ როგორია თვალზე. ეხლა მეორესაც დავიკრავ. მეორე წამწამიც დავიკარით და შეხედეთ როგორ ცვლის წამწამები თლიან სახეს და მაკიაჟს. ეხლა დავიფიქსიროთ ჩვენი ქვედა ქუთუთო აუცილებლად და პირველ რიგში ისევ გადავუვლის სპონჟით, რომ ჩვენს ნაოჭებში არ იყოს დარჩენილი ჩამჯდარი ჩვენი კონსილერი, თორემ ძალიან ცუდად დაგვაჩნდება. აი შეხედეთ როგორ არის დაუფიქსირებელი. ესე კარგად ისევ ჩავსვათ ჩვენი ფხვიერი პუდრა, დავიტანოთ ხელის გულზე და დავიფიქსიროთ ჩვენი თვალის ქვედა ქუთუთო ძალიან კარგად. სხვათა შორის მე ძალიან მიყვარს სველი ეფექტი მაკიაჟის დროს. ბევრს ურჩევნია ხოლმე მატი და მე ყოველთვის ვიკეთებ ხოლმე სველ ეფექტს აუცილებლად. უკვე მივედით წარბების დამუშავებაზე და მანამ წარბებზე გადავიდოდეთ, აუცილებლად უნდა დავიფიქსიროთ მთლიანი სახე ფხვიერი პუდრით. მე მიჩემია ხოლმე საკუთხედით გადავატარო ხოლმე და მთლიანად კარგად ჩავსვათ ჩვენი საკუთხედის სპონჟით. ეხლა გადავატაროთ ჩვენი მაკის ბრონზერ ჰაილაიტერი და ამის შემდეგ უკვე შეგვიძლია გამოვიყენოთ ბლაშიც. როგორ პრიალებთ. და დღეს გამოვიყენებ ატმოსფერს. ესეც არის ჰაილაიტერით, ჰაილაიტერის შემცველობით. და შეგვიძლია დავიტანოთ სუბუქად. ეხლა კიდევ გადავიდეთ უკვე ტუჩ-საცხზე და დღეს მე ვიყენებ იმპალა, ესე აწერია 217 ნომერი ყავისფერი ფანქარი და წითელი ტუჩ-საცხი, ეს არის Maybelline-ის წითელი ტუჩ-საცხი. გავიკეთებ და დაგიბრუნდებით.
ესეც ჩვენი პუნჩსაცი. ეხლა ჰაილაითერზე გადავიდეთ. როგორც გითხარით, მიყვარს ძველი ეფექტი და გაჩვენებთ. მე ვიყენებ Wet n Wild-ის აი ამ კონკრეტულ ეს არის ბლაში და ეს არის ჰაილაითერი და ორივეს ერთად გამოვიყენებ. ავურევ ორივეს ერთად. ესეც ჩვენი ძველი ეფექტი. დღეს გამოვიყენებ Golden Rose-ის ფიქსატორს. კარგად შევიპყროთ. როგორც ნინიკო ჭავჭანიძე იყო და არ გმენანება გოგოებო. ძალიან დიდი მადლობა გოგოებო და ასევე თქვენთან მაქვს ერთი თხოვნა, დამიწერეთ როგორი მაკიაჟი გინდათ რომ გავიკეთო და აუცილებლად გავიკეთებ. გელოდებით კომენტარებში. ნახვამდის.